გიორგი, შენ მოგეწონება განსაკუთრებით ეს სიახლე. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ 9 ოქტომბერს იაპონიაში, ტოკიოში, საქართველოს საელჩოში გაიმართა ქართული ფილმის პრემიერა, ფილმის, რომლითაც ასე ქვია, ფილმს შავი შაშვი ჩიოდა. ფილმი, რომელზეც ჩვენ უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ, ეს არის ფილმი, რომელიც ანზორ ერქომაიშვილთან არის დაკავშირებული. ერთის მხრივ მიცი 85 წლის იუბილეს მიეძღვნა ეს ჩვენება, მაგრამ მეორეს მხრივ ის არის საინტერესო, რომ ეს იყო პირველი ჩვენება და პრემიერა გიორგი ჭუმბურიძის ფილმისა, რომელიც ანზორ ერქომაიშვილისა და მისი ბაბუა არტემის ურთიერთობაზე არის. პრინციპში, როდესაც ფილმის ტრეილერს უყურებთ, აი გავიდა ახლა ტრეილერი ჩვენს კადრებში, ესე ეწერება, რომ ბაბუასა და შვილიშვილის ისტორია, როგორ გაიზარდა ანზორ ერქომაიშვილი იმ სივრცეში, რასაც ბაბუა არტემი ქმნიან და როგორ ჩამოყალიბდა იმ დიდებულ მუსიკოსად, რაც უკვე მთელმა მსოფლიომ იცის და იაპონიაში როგორ უყვართ ქართული სიმღერა და ქართული ხალხური სიმღერა და როგორ აფასებენ ამ ყველაფერს. ეს სწორედ ბატონი ანზორის დამსახურებაა და ლოგიკურად ალბათ სწორიც არის, რომ სწორედ იაპონიაში უნდა ყოფილიყო ამ ფილმის პრემიერა. გეტყვით, რომ და შეიძლება კადრებშიც დაინახეთ, რომ ანზორ ერქომაიშვილის როლს მიშო ჯავახიშვილი ასრულებს, ბაბუა არტემის როლს ასრულებს ირაკლი კავსაძე, ფილმის რეჟისორს გავიმეორებ კიდევ ერთხელ არის გიორგი ჭუმბურიძე და თავად იაპონიაში, როგორც ბატონი ანზორის მეუღლე მლალი სეთურიძემ დაწერა, ეს იყო წარმოუდგენელი დღეები და თავგადასავალი, თუ როგორ შეხვდა იაპონია უკვე კინოეკრანზე ანზორ ერქომაიშვილის სახელს, რა თქმა უნდა მხარდამჭერებში და ერთ-ერთ მთავარ მძლავრ მხარდამჭერში ტოჩინოშინიც მოიხსენიებოდა. ეს ყველაფერი ჩვენ არ გვიკვირს და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ იქ დაიბადა კინოეკრანზე ეს ახალი ნამუშევარი. ჩანაფიქრი არის იმისიც, რომ ეს მოკლემეტრაჟიანი უკვე სრულმეტრაჟიან ფილმად გადაიქცეს და შესაძლებელია იაპონიაშიც იქნეს ის სცენები გადაღებული, თუ როგორ ჩავიდა პირველად ანზორ ერქომაიშვილი იაპონიაში და როგორ ჩაიტანა შორეულ მიწელზე ქართული სიმღერა. და ბოლოს გაჩვენებთ ერთ პატარა ვიდეოს პრეზენტაციის შემდეგ და ფილმის პრემიერის შემდეგ იაპონურმა ანსამბლმა იამაშირო გუმიმ როგორ შეასრულა მრავალჟამიერი მიშო ჯავახიშვილთან ერთად მოვისმინოთ პატარა ფრაგმენტი. აი ასე მღერიან იაპონელები მისასთან ერთად მრავალჟამიერს. ეს ყველაფერი ანზორ ერქომაიშვილის სახელს უკავშირდება, რა თქმა უნდა და ფილმი შავი შაშვი ჩიოდა. ველოდები ამ ფილმს საქართველოში. მარიკა, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ჩვენს მაყურებელს ემახსოვრება ფაქტობრივად ჩვენი სტუდიიდან გავაცილეთ მიშო ჯავახიშვილი და რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე იაპონიაში და აი მიდიოდნენ ამ ფილმით და აი მადლობა რომ გვაჩვენეთ როგორ შედგა პრემიერა ამ ფილმისა იაპონიაში.